მისმინე, მია, იქნებ დავიცადოთ და მოგვიანებით გავაკეთოთ, იქნებ თვითონ მოუნდეთ გაკეთება. დიანა, არა, აზრი არ აქვს დაცდას, უნდა გავაკეთოთ. კარგი, მაშინ მოდი სმაილით დავიწყოთ, წავიდეთ და ველაპარაკოთ. მია, სმაილი ჩვენ მხარეს იქნება, მაგრამ სხვა მოსწავლეებზე დარწმუნებული არ ვარ. დიანა, სხვაებიც ჩვენ მხარეს იქნებიან. სმაილ, დიანას შენი ახალი თმა მოეწონა? არა, ჯერ არ უნახავს და რო არ მოეწონოს. ვიცი რომ მოეწონება. ხო, დიანა შენ ყველანაირი უყარხარ, ვარდისფერიც, მწვანეც და წითელიც. შენ სიყვარულს არასდროს არ შეწყვეტს. ბიჭებო, გამარჯობა. სმაილ, შენს თმას რა დაემართა? უკეთესი იქნებოდა შავად რომ შეიღება. ვა, გამარჯობა. აბა ჩემ ახალ თმის ფერზე რას ფიქრობ? გოგო, გამარჯობა. გამარჯობა. ხო, საღებავ დიდხანს გავუჩერებ. სმაილ, შეიძლება 2 წუთით გაგიყვანო, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო. ხო, რა თქმა უნდა შეიძლება, საპირფარეშოში წავიდეთ. მოიცა, ესეც მოდის. მას მიაქვია, წავედით. მოიცა, სმაილ, სად მიყავხარ? ხო, დაივიწყე ვარჯიში, ჩვენ დაგელოდებით. კარგი, მია, კართან დადექი და დარწმუნდი რომ არავინ შემოვიდეს ან არავინ გაიგოს რამე. კარგი. სმაილ, რას ფიქრობ რომ ჩვენი სკოლა ოდნავ შეიცვალოს? ცოტა უფრო მე ამბოხეს სტილში რომ იყოს. დავიღალე ამ საყვარლობებით და რაღაცეებით. საყვარელო, ხო იცი, შენ ყველა შემოთავაზებას დავითანხმები. სმაილ, ამიტომ მიყვარხარ რომ ყველაფერზე მთანხმდები. კარგი, მოდი კალთბურთელებით დავიწყოთ. უნდა გამოიცვალოთ კოსტუმები, შავი უნდა იყოს და ბურთებით შავი უნდა იყოს. მოიცა, დიანა, რას გულისხმობ? გინდა რომ სკოლაში ყველას შავი ეცვას? სმაილ, ხო, სანამ მარტო მე ვარ მე ამბოხე, ყველას ვძულ ვარ, მაგრამ თუ ყველა მე ამბოხეები ვიქნებით, გავთანაბრდებით. ხო, დიანა, იდეა კარგია, მაგრამ არასდროს არ მინახავს კალათბურთელები, რომლებსაც შავი ფორმა აცვიათ და შავი ბურთით თამაშობენ. ვიცი, სმაილ, და ძალიან მაგარია, წარმოიდგინე პირველი იქნები. ეი, გოგონა შავში, რა გინდა, ახლა საპირფარეშოს კარს იცავ? ბაყაყებო, თუ საპირფარეშოში გინდათ, აქ ვერ შეხვალთ, დიანა სმაილს ესაუბრება. საპირფარეშო საუბრებისთვის არ არის განკუთვნილი. ხო, სხვა რაღაცეებისთვის არის. ამიტომ მოშორდი კარს. არა, საპირფარეშოში ვერ შეხვალთ. სხვა საპირფარეშოებიც არის, წადით აქედან. ნახეთ როგორი ამპარტავანია, გოგოებო. არა, საუბრობენ, კარს ვიცავ. გამოდი აქედან. ხედავ რა ცუდია, როცა ბაყაყებს არ ემორჩილები. კარგი, გააღეთ კარი, მაგრამ დიანა გამოგაგდებთ. სმაილ, უბრალოდ წარმოიდგინე პირველი მე ამბოხე სკოლა და ერთადერთი. ხო, კარგი, მაგარია. შეიძლება სარკესთან მივიდეთ? ჯანდაბა მიას უთხარ რომ კარი დაეცვა. კარგი, სმაილ, წავიდეთ, მოგვიანებით ვისაუბროთ და ჯერ უნდა დააკაკუნოთ, კი არ უნდა შემოიჭრათ. დიანა, მართლა კართან ვიდექი, ძალით გამომწიეს. კარგი, მია, წავედით. სმაილ, ვარჯიშზე მიდიხარ? ხო. კარგი, შესვენებაზე გნახავ. შეხვედრამდე. აბა დაგთანხმდა? რა თქმა უნდა დამთანხმდა, იმიტომ რომ ვთხოვე, მაგრამ სხვები ნამდვილად არ ვიცი, რთული იქნება. დიანა, სხვებიც დაგთანხმდებიან. მოკლედ, დიმამ და მე მოვიფიქრეთ, რომ ძალიან მაგარი იქნება ვალენტინობისთვის სახლს თუ ვიქირავებთ და ყველა ერთად გავერთობით. წვანე, შენ ჩვენთან ლუზერებთან ერთად? რაღაც უცნაურია. ძალიან თან. არა, უბრალოდ მე და დიმასთვის ზედმეტად ძვირი იქნება, ამიტომ თქვენ შემოგთავაზეთ. და რამდენი გჭირდებათ იმისთვის რომ სახლი იქირავოთ? მე სახლისთვის 3 იდეა მაქვს. ხო, პირველი არის ჩვეულებრივი ხის და საპირფარეშო არის გარეთ. მეორე არის 2 სართულიანი, მაგრამ რატომღაც არ აქვს აუზი და მესამეს გარეთაც და შიგნითაც აქვს აუზი. მაგარია საათისფერო, შენ მართლა ბევრი რაღაც გინდა. და ეს რამდენი აღირება, დიდი საწოლებია. პატრიკ, 7 ოთახია და შეგიძლია ნებისმიერი აირჩიო. ყველა დავეტევით. აბა ლუზერებო, 3000 დასადებად მზად ხართ? პროვასტი, ახლა გადაგიხადეს არა? ჯული, ჯერ მეორე დღეა რაც მუშაობ, საკმარისი ფული არ მაქვს. პროვასტი, შეგიძლია ფული ისეს ხო? კარგი, თუ დაგთანხმდებით, მაგარ დროს გავატარებთ. ჩვენ თანახმა ვართ, პატრიკისთვის 6000 არაფერი არ არის, ხო პატრიკ? ხო. ძალიან კარგი. და თუ მეგობრებსაც ეთყვით, მაგარი იქნება, ყველა დავეტევით. პროვასტი, ჩვენ არ წავალთ? ამ თანხაში საჭმელი შედის. და სასმელები? ხო, და კიდევ ერთ ფრენით მოგიდათ, საჭმელისთვის და სასმელისთვის უნდა გადაიხადოთ. ხო, დამატებით 2000 უნდა გადაიხადოთ საჭმელებისთვის და სასმელებისთვის. კარგი, მე თანახმა ვარ, მაგრამ კარინასთან ერთად არ წამოვა. აბა, ვისთან ერთად ხვალ. წვეულებაზე გაიცნობთ. პროვასტი, გთხოვ. კარგი, ჩვენც წამოვალ, სიაში შევგზერით. შვენიერია. პროვასტი, 2 ბურგერი მოგვეცი. და ტირამისუ. პროვასტი, მე პიცა. და მე მწვანე ჩაი. ბავშვებო, მეტი ფული გადაუხადეთ პროვასტის. კარგი რა, ჯული, ისინი არაფერს არ დამიტოვებენ, აქეთ იპარავენ რაღაცებს. დიანა, რა დაგემართა? სად არის ძველი საყვარელი გოგო? სად? მასწავლებელო მაიქ, საყვარელი რომ იყოს გაგლეჯენ.
ხო, მასწავლებელო მაიკ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, პირველი მეამბოხე სკოლა, ყველა შავებში და თქვენც მოგიწევთ რომ შავი შარვალ კოსტუმი ჩაიცვათ. დიანა, უბრალოდ არ მომწონს შავი, არ შეიძლება ჩემი დასაცმელი მეცვას. მასწავლებელო მაიკ, გთხოვთ, დაგთანხმდით. დიანა, ნუ ცდილობ ეგრე, პირიქით, მასწავლებელო მაიკ, ეს მეამბოხეთა სკოლა იქნება. კარგი, უბრალოდ შავი დასაცმელი თუ კიდევ რამე. დიახ, მასწავლებელო მაიკ, სულ ეს არ არის, თუ დაზაგვრაკინდათ, სახლში სოლარიუმი მაქვს, შეგიძლიათ მოხვიდეთ, როგორც მოგინდებათ. კარგი, მასწავლებელო მაიკ, დრო გამოუცხადოთ მოსწავლეებს, რომ ხვალ დრეს კოდი გვექნება და ყველა შავებში უნდა მოვიდეს. დიანა და ჩვენ კაფეს რა დაემართება, ან ჩვენ კეთილებს ყველაფერი შავი უნდა გახდეს. მასწავლებელო მაიკ, არ ინერვიულოთ, მალე კაფეც შავებში იქნება. კარგი, ნახვამდის წარმატებები. კარგი, მაიკ, მზად ხარ მეამბოხეობისთვის. შენი ხელფასის ნახევრის დახარჯვა შავ დასაცმელში მოგიწევს. გოგოებო, არ ვიცი ამ ბოლო დროს ასეთ ცუდად რატო ვსწავლობ, აი ვეღარ ვსწავლობ ვერაფერს. მერი, ალბათ იმიტომ, რომ პრობლემები გვაქვს, სულ დიანაზე ვფიქრობთ და არა სწავლაზე. გოგოებო, დიანა მალე დაგვიბრუნდება, მაგრამ სწავლა უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად. კარგი, რა ქონდა დავალებად? ძალიან ბევრია, ძალიან. გოგოებო, მე მგონი უნდა ავიყვანოთ კერძო მასწავლებელი. ხო, აუცილებელია, მაგრამ ახლა მოდით სწავლა დავიწყოთ. გამარჯობა, ბანი. ბანი, მითხარით, მზად ხართ, რომ ეს ვარდისფერი ფორმები აღარ გეცვათ და გადახვიდეთ შავზე? რას ლაპარაკობთ? ნუ გვაცდენთ. ხო, ახლა უნდა ვიმეცადნოთ, სისულელეებზე კი არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენს ვარდისფერ მოსაცმელებს არასდროს არ გავიხდით. ხო, თქვენ ეგრე გგონიათ. მაგრამ თქვენი დიანა სულ სხვანაირად ფიქრობს. უკვე გადაგიწყვიტათ ყველაფერი. მოიცადე, რა გადაწყვიტა დიანამ, რას ამბობთ? ხო, რატო წელავთ დროს, უბრალოდ გითხარით. აბა, იცოდით რომ ხვალ ეს თქვენი საყვარელი სკოლა, ბანის სკოლა, გახდება მეამბოხეთა სკოლა? ხო, და ახალი დრეს კოდი გვექნება ხვალიდან შავები. რა? ეგ საიდან იცით? იტყუებით, გირთხები ხართ. არ ვიტყუებით, მასწავლებელმა მაიკმა გვითხრა. ხო, და შემდეგ დასვენებაზე კაფეში ყველას გამოუცხადებს. არა, ეს ყველაფრის დასასრულია. დიანა, უნდა შევაჩეროთ, აუცილებლად. როგორ? უკვე ზედმეტად შეტობა, ვერ შევაჩერებთ. სადეთ ბანი, თორემ ხვალ ეს სკოლა კი არა, შავი შენობა იქნება. ვინ თქვა რომ დიანა დაგვიბრუნდებოდა? ხო, აუცილებლად უნდა გავაჩეროთ. ხო, ჩვენ თუ არ გავაჩერებთ, ვერავინ ვერ გააჩერებს. დრო არ არის ახლა სწავლისთვის, მართალი ხარ კნობა. სმაილ, გილოცავ, ჩემს შემდეგ პირველი მეამბოხე ხარ. დიანა, სიმართლე რო გითხრა, მგონი შავი საერთოდ არ მიხდება. სმაილ, ძალიან გიხდება შავი. წამო, ახლა სხვებსაც გავახსენოთ, რომ ხვალ აუცილებლად შავი დასაცმელებით უნდა მოვიდნენ. ეს ხომ ახალი დრეს კოდია. წამო. დიანა, ეს სიმართლეა? მგონი კი, რადგან სმაილი სულ შავებშია. ხო, ჩემო საყვარლებო, გამარჯობა. უნდა გითხრათ, რომ ხვალ აუცილებლად შავებში მოხვიდეთ, რადგან სკოლაში ახალი დრეს კოდი გვაქვს. ყველა მეამბოხეები ვიქნებით. ხო, მე მეამბოხე ვარ. დიანა, რა თქმა უნდა, ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ მგონი ზედმეტად შეტოპე. ხო, დიანა, რა შავი, ჩვენ ხომ ბანის სკოლაში ვსწავლობთ. დიანა, ფერადები უნდა ვიყოთ, სხვანაირები. არა, გოგოებო, ეს მოლაპარაკება არ არის, სკოლა მთლიანად მეამბოხეების გახდება. გოგოებო, მაგარი იქნება, არც ერთი სკოლა არ არის მეამბოხეები, აუცილებლად სხვანაირები ვიქნებით. დიანა, კარგად დაგიგრდი? კი, გოგოებო, და თუ რამე შავი დასაცმელი დაგჭირდათ, ჩემთან მოდით, გათხოვებთ. კარგი, სმაილ, წავედით. ჯანდაბა, ვირთხები არ იტყუებოდნენ. ხო, პირველად სიმართლე თქვეს. გოგოებო, რა გავაკეთოთ? კარგი, პირველ რიგში ეს შავი დასაცმელები არ უნდა ჩავიცვათ, რადგან თუ მეამბოხეები გავხდებით, დიდი ხანი გაგრძელდება. გოგოებო, იქნებ მართლა ავდგეთ და მეამბოხეები გავხდეთ. ნახეთ რა მაგარი მზედა მაქვს. ძალიან დიდი ხანია ამის ჩაცმა მინდა. ნასტია, შენც ხომ არ გაგიჟდი, მიდი დაეწიე დიანას. გოგოებო, შეწყვიტეთ კამათი, უნდა მოვიფიქროთ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი. იცით რა, თქვენ რატომ უნდა მოგისმინოთ? მინდა რომ მეამბოხე ვიყო. დიანას მხარეზე გადავდივარ. კარგი, ბანის გუნდის აღდგენის იმედი აღარ არსებობს. დიანამ შეგიტყუა რა? არა, გოგოებო, არ შემიტყუა. ეს არის მთლიანად ჩემი არჩევანი. მეგობრებო, აქ ყველას დაგიძახეთ, იმიტომ რომ ჩვენი სკოლა იცვლება. ხვალიდან შეიცვლება. ხომ გითხარით? რა? დეტალები გჭირდება. რა იცვლება? მეგობრებო, ეს დიანას გადაწყვეტილებაა და ხვალიდან სკოლაში დრეს კოდი იქნება. ყველას შავი უნდა ეცვას. ვინც არიცით შავი როგორია, ჩემს კაბას შეხედეთ. არა, ჩემს თმას არ უხდება შავი. მასწავლებელო მაიკ, სად არის დიანა, მითხარით? ხო, მეც წინააღმდეგი ვარ. მე წითელი ფერი მიყვარს. მასწავლებელო მაიკ, არა, ჩვენ ბაყაყები ვართ. შავს ვერ ჩავიცვამთ. დაწნარდი, შავი ცუდი საერთოდ არ არის. მაგალითად, შავი დასაცმელი არასდროს არ იცვლება. მასწავლებელო მაიკ, ჩემი აზრით ეს არასწორია. შავის ჩაცმა არავის არ უნდა. ხო, კალათბურთელები წინააღმდეგები ვართ.
სმაილი საერთოდ არ გინახავთ, როგორ ფერად შეიღება თმები. მეგობრებო, ეს უბრალოდ დიანას გადაწყვეტილებაა, რომელიც არ განიხილება. ხვალ ყველა შავებში უნდა მოხვიდეთ, გაიგეთ? გამარჯობა, არ მინდოდა ხვალმდელ დღეს დავალდებოდი, უკვე მე ამბოხე ვარ. აი ხო ხედავთ, ვიღაცაებმა უკვე დაიწყეს რესკოდის დაცვა. სხვათა შორის შავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თან უფრო გამხდარს მაჩენს. ჯული, ყველა თუ შავს ჩაიცვამს, საშინელება იქნება, წარმოიდგინე. ბავშვებო, ხელი აწიეთ, ვინც წინააღმდეგი ხართ. მასწავლებელო მაიკ, რანაირად დაუშვით ეს ყველაფერი? იცით რა, ეს სკოლა არის ჩირილდერების, ფერადი ტანსაცმელი უნდა გვეცვას. ბაჭიებო, ეს თქვენი დასასრულია. მე დიანას ვიცნობ, თუ ასე გადაწყვეტს, ყველას შავი ეცმევა. არა, მე წინააღმდეგი ვარ. წინააღმდეგი ვართ. სმაილი აქ არ არის, მაგრამ ისი წინააღმდეგია. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, ჩვენ ბაყაყები მწვანეები უნდა ვიყოთ. მეც. ტიმურ, სამწუხაროდ სმაილი უკვე მე ამბოხეა. ხო, დიანასავით სულ შავებშია. კნობა რა, სმაილს ვიცნობ, ის შავს არასდროს არ ჩაიცვამდა. ვაუ, ხედავ ერთი მე ამბოხე შეგვემატა. მაგარია. ოჩა? ხო, დიანა, მინდა რომ მე ამბოხე ვიყო. ეს რა არის? ეს მე ამბოხე სმაილია. ესე არ გამოვა. დიანას მხარეს ბევრი ადამიანია. შავი ტანსაცმელი ბევრ მოსწავლეს არ მოუხდება. მასწავლებელ მაიკ, შეიძლება ვისაუბრო? კარგი, მომისმინეთ. სმაილ? სმაილ, შეიძლება ვისაუბრო? კარგი. ბავშვებო, მინდა გითხრათ, რომ არაფერი არ შეიცვლება. ისევ ისეთი ხიარული იქნება აქაურობა. უბრალოდ ყველა იქნება შავებში ჩაცმული, ხომ გაიგეთ? ხო, როგორც მე, ეს სკოლა საყვარელი აღარ იქნება. მე ამბოხეობა და მაგრობა ეს ჩვენი ახალი დევიზია. აბა, ვინ იქნება ჩვენს მხარეს? მეგობრებო, ხო ყველამ გაიგეთ, ახლა წავედით, ტანსაცმელი უნდა ვიყიდო. დიმა, შავ ტანსაცმელშიც გეყვარები? ხო, სალათისფერო, მიყვარს შავი. კარგი ბავშვებო, იმედია ყველამ გაიგეთ. ხვალ ვინც შავებში ჩაცმული მოვა, ჩვენს მხარეს იქნება. ბანი, გეოლდებით შავებში. მე ამბოხეების გუნდში. არა. яна, შოკში ვარ. დიანამ გადაწყვეტა, რომ ყველა შეიტყუოს. ხო, მე ხვალ შავებში მოვალ. რას გულისხმობ შავებში? ლეილა რა, მაგარი იქნება მე ამბოხეების გუნდში. მე ხვალ საღებავს მოვიდან და კაფეს შავად შევღებო. არა, მწვანედ შეღებე. მომისმინეს, ამას შენგან არ მოველოდი. შავს მე ჩემ ცხოვრებაში არასდროს არ ჩავიცობ. და მე მხოლოდ კალათბურთის ფორმა მეცმევა და არ მადარდებს თუ სკოლიდან გამაგდებთ. დიანა მართლა რო წავიდნენ. სმაილ ნუ ნერვიულობ, არცადაც არ წავლენ. კარგი ბავშვებო, დაწერთ კომენტარებში რომელი უფრო მოგწონს, ჩირილდერების სკოლა თუ მე ამბოხეების სკოლა. ხო, შენ უნდა გადაწყვეტო სკოლა როგორი იქნება. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად! კნობა რა, სმაილს ვიცნობ, ის შავს არასდროს არ ჩაიცვამდა. ხედავ რომ ერთი მე ამბოხე შეგვემატა. მეგობრებო, ყველაფერი მასწავლებელო მაიკ, შეიძლება მე ვთქვა. კარგი ბავშვებო, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი იგივე იქნება, უბრალოდ სხვანაირი, კარგი ეს წუთი. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი იგივე იქნება, მხოლოდ შავებში ჩაცმულები იქნებით. რა სისულელეა. ნუ გვაწუხებ. ხო, ჯული, ისინი ფულს მარტო სიზმარში მომცემენ.